ეკონომიკა ახსენა ირაკლიმ და ჩვენ ახლა სწორედ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ. ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ერთ-ერთ მთავარ ობიექტად ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა დაასახელა. ამ თემაზე საუბრისას მან ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრიც გააკრიტიკა და თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ეკონომიკური ვარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ეკონომიკის თემაზე ხშირად ლაპარაკობს ხოლმე, ზურაბ ჯაფარიძე. ბატონ ზურაბ, ეკონომიკა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ყურადღების ობიექტი ამ ორგანიზაციის, რომელიც დღეს დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის, ერთი კვირის წინ დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის მიერ. როგორ ფიქრობთ, რეალურად რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ორგანიზაციამ ქართულ ეკონომიკაზე? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუმრებს სტუდიაში, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე თუ შეიძლება ვუსვენდი მთელ გადაცემას პრაქტიკულად და იმედია რომ მომეცემა საშუალება რომ სხვა საკითხებსაც შევეხო და ზოგადი კომენტარის გავაკეთო ეკონომიკასთან დაკავშირებით ამ ადამიანმა, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა და მანამდე სანამ მოვიდო და შეკრიბა არაერთი ეკონომიკური ექსპერტების ჯგუფი და შემდეგ შექმნეს რაღაც 19 პროგრამა და ეხლა ამ წუთში არსებობს რაღაცა საბჭო ახალ პრემიერ-მინისტრთან, წერენ კიდევ რაღაც ახალ პროგრამებს და შემდეგ უკვე ვნახეთ რა შეუძლია ამ ადამიანს რომ გააკეთოს ეკონომიკაში, ამიტომ არ ამგონია რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციადი რაიმე რაღაც ფუნდამენტურად შეცვალოს და საერთოდ არ მგონია რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დღეს დაანონსდა, ესე ვთქვათ, ამ მიზნით იყო შექმნილი. მე ბევრი ანალიზი მოვისმინე თქვენთან სტუდიაში, მე მგონი სურათი გაცილებით პრომარტივი არის ეს ადამიანი და ეს იდეა უკვე გაჟღერდა თქვენ სტუდიაში ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობთ გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას. ეს ადამიანი ცდილობს რომ გადავიდეს კულისებში და კულისებიდან მართოს ქვეყანა და შესაბამისად თავიდან აიცილოს ყველა ის პასუხისმგებლობა რომელიც მან აიღო თავის თავზე წინა საარჩევნო დაპირებების სახით და შემდეგ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. ეს არის მთავარი კონტექსტი და აქედან გამომდინარე უნდა შევხედოთ ამ სურათს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციებზე როდესაც ისაუბრა და შემდეგ იქიდან ძალიან ნაჩვენად ჩანს რა არის მისი მიზნები. ერთი რომ ფუჭია საუბარი იმაზე, რომ ის რეალურად რაღაც გაკეთებას აპირებს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედი პირი, იმიტომ რომ რეალურად ნახეთ, რომ ეს 3 თუ 4 თვიანი პაუზა, რომელიც მან აიღო იმისათვის, რომ გაიაზრებინა თუ რა ტიპის მოქმედებები უნდა განეხორციელებინა სამოქალაქო სექტორში, ჩვენ ნახეთ, რომ მას არ ქონდა ამის შედეგად რაღაც ელემენტარულ კითხვებზეც კი პასუხი. მან არ იცის რა თანხის დახარჯვას აპირებს, არ იცის რა მექანიზმებით აპირებს ეს თანხები რომ დახარჯოს, ისიც კი არ იცის რამდენი თანამშრომელი ეყოლება. თემები, რომელსაც შეეხო, იქიდან ნათლად ჩანდა თუ რისთვის სჭირდება ეს ორგანიზაცია, ეს იყო მაგალითად მედიის განვითარება, ის გულისხმობდა ჟურნალისტების ტრეინინგი. ეს ადამიანი ფიქრობს რომ იღებს ზედმეტ კრიტიკას მედია ორგანიზაციების მხრიდან, ამიტომ ცდილობს რომ შეეცდება როგორც ჩანს რომ შექმნას და დაუპირისპიროს ესეთ ტიპის კრიტიკას რაღაც საკუთარი ჟურნალისტების მხრიდან რაღაცა პასუხები. ეს ადამიანი ფიქრობს რომ იღებს დაუმსახურებელ ან ზედმეტ კრიტიკას ეგრეთ წოდებული ექსპერტული წრეებისგან, ამიტომ ცდილობს რომ როგორც ჩანს ეცდება რომ ამ ორგანიზაციით შექმნას რაღაც ახალი ბაზა, არ ვიცი ექსპერტების თუ რას დაარქვევს მას, რომლებიც დაუპირისპირდებიან ასეთი ტიპის კრიტიკას. ეს ადამიანი ასეთი ტიპის რაღაც შიშებზე რეაგირებს და სწორედ ამაზე საპასუხოდ როგორც ჩანს ქმნის ასეთი ტიპის რაღაც ორგანიზაციას, რომელიც ასეთ მისთვის გამოწვევებზე გაცემს სწორედ პასუხს. მე ისევ ეკონომიკაზე გავაგზავნებ საუბარს, კონკრეტულ საკითხებზეც ისაუბრა დღეს ბიძინა ივანიშვილმა, მაგალითად იგივე ლარის კურსზე და ამასთან დაკავშირებითაც მაინტერესებს თქვენი კომენტარი, როდესაც მან ახსენა ირაკლი ღარიბაშვილი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და შემდეგ მოვისმინეთ უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი, რომელმაც ფაქტობრივად ბუდიში მოიხადა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკრიტიკა ეკონომიკასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა. ხო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი რეალურად არც არ წასულა და ის არის რეალური მართველი, მან ასევე განაცხადა, რომ მუდმივი კონსულტაციები აქვს მასთან ერთის მხრივ მთავრობის ხელმძღვანელს ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო მეორეს მხრივ პარლამენტის სპიკერს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე აკონტროლებს მთელ ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში ამორშტოს ცალსახად, რაც შეეხება მის რაღაც კონკრეტულ მოსაზრებებს ეკონომიკასთან დაკავშირებით, მათ შორისაც აქაც შემისაist რაღაც მნიშვნელოვანი რამდენიმე პოლიტიკური გზავნილი იყო, ერთი მთავარი გზავნილი, რაც შემისაist ყველაზე საინტერესო არის ალბათ საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებით მისი ყოფილი ამორჩევლისთვის, არის ის, რომ ეს ადამიანი თვლის, რომ ყველა დაპირება რომელიც გაცა ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნოდ პრაქტიკულად არის შესრულებული. როგორც ჩანს დაპირება მოჩვენება იყო ის, რომ დაპირება მაგალითად პენსიებთან დაკავშირებით, პენსიები უნდა ყოფილიყო 230 ლარი და მას უნდა დამატებოდა კიდე რაღაც სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსია. მან პრინციპში ძალიან უპასუხისმგებლად მიიწერა ის 150 ლარიანი პენსია, რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ ჩადო ბიუჯეტში. როგორც ჩანს, ასევე ტყუილი იყო და არ დაპირებია ის 100 ქარხნის გახსნას საქართველოს მოსახლეობას და მან მიუთითა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე, სადაც თითქოს მითითებული არის ეს საწარმოები, რომელიც ჩვენ გავიარეთ და იქ ძალიან პატარა ნაწილი არის, 10%-იც კი არ არის ახალი შექმნილი. ყველა საწარმოები, რომელიც იქ არის მითითებული
შექმნილი არის ძველი შექმნილი და ახალ შექმნილებში ძირითადი ნაწილი არის რაღაც ადამიანმა რამდენიმე ცხვარი იყიდა, რამდენიმე პირუტყვი შეიძინა და ამას ეძახის საწარმოს. როგორც ჩანს, ასეთივე ფუჭი დაპირებები იყო, მაგრამ დაპირებები არ ყოფილა ის, რომ ის ჩადებდა მაგალითად სოფლის მეურნეობაში $1 მილიარდ, რომლის ჩადებასაც მას სააკაშვილი უშლიდა. ასევე ვთქვათ, მაგალითად 100 მილიონის ჩადება მარტო ზუგდიდის რაიონის ეკონომიკაში, რაღაც დარიგება, რაღაც სუპერ თესლის კარტოფილის, რომელიც მოსახლეობას უნდა დარიგებოდა ჯერ კიდევ 2012 წელს. გასაგებია, ბატონ ზურაბ, სხვა საკითხებზეც ვისაუბროთ. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მისი პასუხი რუსთავიორმა დაუსვა მას ეს შეკითხვა, რამდენად ამაკმაყოფილებელი იყო თქვენთვის? ხო, ზოგადი განცხადებით დეკლარირებულ დონეზე, განცხადებების, რომ რაღაც დღევანდელი ხელისუფლება ინარჩუნებს კურსს დასავლეთისკენ, ესეთი განცხადებები ჩვენ არაერთხელ მოგვისმენი, არაფერი კონკრეტული ამაში არ ყოფილა. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც არის კონკრეტული ფორმატები, სადაც მნიშვნელოვანი გზავნილები ქვეყნისთვის უნდა გაჟღერდეს, მაგალითად ერთ-ერთი ესეთი იყო ბოლოს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენცია, იქ ჩვენ მოვისმინეთ ჩემისათვის სრულად კატასტროფული გზავნილები დღევანდელი პრემიერ-მინისტრისგან, ღარიბაშვილისგან და ამასთან დაკავშირებით იმანის არაფერი არ გამოცხადებია. იქ სადაც ღარიბაშვილს უნდა განეცხადებინა ძალიან კონკრეტულად, რომ საქართველოს ისტრაფის ნატოსკენ, საქართველოს ისტრაფის ევროკავშირისკენ, ღარიბაშვილმა მთელი თავისი გამოსვლა დაუთმო სრულად არა უადგილო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც საქართველოს ალაგებს რაღაც ურთიერთობას თითქოს რუსეთთან, რომ თუმცა საქართველოს კონფლიქტი და პრობლემა კი არ ქონია რუსეთთან და კი არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ეს ყოფილა რაღაც დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზთა და ქართველებსა და სამხრეთ ოსეთელებს, როგორ მან უწოდა ამას შორის და ასე შემდეგ. ანუ იყო ძალიან ბევრი არასწორი გზავნილები, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშოს თურმე რუსეთმა იმასთან დაკავშირებით, როგორი არჩევანს გააკეთებს უკრაინა, რაც არის კატასტროფა ჩვენთვის. ბატონ ზურაბ, აქვე გითხავთ რუსეთთან ურთიერთობაზე ვინაიდან ვსაუბრობთ თბილოვის თემასთან დაკავშირებით, რომელიც მიწვეულია ოლიმპიადაზე, ისევ აქტუალური გახდა კიდევ ერთხელ კიდევ უფრო აქტუალური ეს თემა სოჭის ოლიმპიადის, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ თქვენ? ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადები არაერთხელ გავაკეთეთ. ჩვენი თავარი გზავნილი, თავარი, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ხელისუფლებას და ვითხოვდით, იყო ის, რომ თოდესაც საუბარი არის სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრებაზე, როგორც მინიმუმ მთავრობა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ რუსეთი იქ მოაწყოს პროვოკაციებს და მთავრობას უნდა ქონდეს მზად საკუთარი მექანიზმები, თუ როგორ აპირებს რეაგირება შემდეგ ამ პროვოკაციებზე. ტიბილოვის მიწვევა არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი და ასეთი ტიპის პროვოკაციები რუსეთის მხრიდან სოჭის ოლიმპიადაზე არაერთი იქნება. პროვოკაციებში გულისხმობ რუსეთის მხრიდან ცდელობას, რომ მოხდეს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის სტატუსის რამენაერად ლეგიტიმაცია და მოხდეს საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია. რუსეთი ამას აუცილებლად გააკეთებს და საქართველოს მთავრობა ამისთვის არის სრულიად მოუმზადებელი. კითხვა, რომელიც ბოლო პრესკონფერენციაზე დაუსვეს ღარიბაშვილს, მაგალითად თუ არის მთავრობა მზად ასეთი ტიპის პროვოკაციებისთვის, პასუხი იყო რაღაც პატარა ბავშვის პასუხი, რომ ჯერ პროვოკაციები არ ყოფილა და პასუხი როგორ უნდა ქონდეს მზადო. ამიტომ ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ, ჩვენ როდესაც დაიწყება ოლიმპიადა, უნდა ველოდოთ ასეთი ტიპის პროვოკაციებს რუსეთისგან და უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამწუხაროდ არ იქნება ადეკვატური პასუხი გაცემული. ბატონ ზურაბ, და ბოლოს მინდა გკითხოთ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აქაც აღინიშნა, პირველად მოვისმინეთ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლისგან ამ შემთხვევაში ეკლესიასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება, როდესაც ბიძინაევაშვილმა თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ეკლესიის და საპატრიარქოს კრიტიკას, როდესაც ისინი იმსახურებენ ამას. ეს არის ცალსახად სწორი პოზიცია, მსგავსი პოზიცია ივანიშვილს ადრეც დაუფიქსირებია და ჩვენ ადრეც გვითქვია, რომ ეს არის ძალიან სწორი პოზიცია. მათ შორის, როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ სუროგაციის საკითხზე ის არ ეთანხმება პატრიარქს, ეს არის სწორი პოზიცია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პრინციპში ეს შემდეგ გადაფარა ბატონი სერგეენკოს განცხადებამ, რომელმაც იგივე საკითხთან მიმართებაში თქვა, რომ რაღაცა კანონპროექტს ამზადებს სუროგაციის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომლითაც პრაქტიკულად მოხდება აკრძალვა რაღაც ქართული გენის ექსპორტის თუ დარეგულირდება ქართული გენის ექსპორტი თუ რაღაცა მსგავსი, რაც არის ძალიან საგანგაშო განცხადება, ჩემი აზრით. ასეთი ტიპის განცხადებებს ვისმენდნენ ნაცისტური გერმანიის მმართველობის დროს, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ წინა წელი დაიწყო იმითი, რომ რაღაც პრეზერვატივებზე ხორკლების თვრა დაიწყეს და ეხლა როგორც ჩანს აპირებენ დაარეგულირონ, რომ სადღაც არ ვიცი ვიღაცას ესეთი ორგაზმი არ დაემართოს, რომ ქართული გენი სადმე არ გაიპაროს ჩვენი ქვეყნიდან. ბატონო ზურაბ, ბოლოს შეაფასეთ აგრეთვე მედიასთან დამოკიდებულება და მათ შორის რუსთავიორის მიმართ გაკეთებული განცხადებები. ხო, ასეთი ტიპის განცხადებები ივანიშვილს არაერთხელ გაუკეთებია და მე პრინციპში ჩემი ჩართვის დასაწყისში სწორედ ეს აღვნიშნე, რომ ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვერ იტანს ვერანაირ კრიტიკას, მათ შორის როგორც ცხადია, კრიტიკის ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ მედიას საშუალების მხრიდან, ამიტომ ეს ადამიანი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ცდილობს, რომ გააკონტროლოს პრაქტიკულად ყველა მედიას საშუალება. მე მახსოვს განცხადებები რუსთავიორთან დაკავშირებით, მე მახსოვს
მთელი პროცესი, რომელიც შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო და დღეს პრაქტიკულად მის პრესკონფერენციაზე მან პრაქტიკულად დაადასტურა, არ უთქვია სიტყვას ეს, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანდა, რომ ეს ბორდის დაკომპლექტების პროცესი პრინციპში მან ჩაშალა და ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ის რომ ახლა უნდა შეიქმნას კომისია, ახლა უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა, ეს იყო სწორედ მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება და არავის სხვისი. დიდი მადლობა. ზურაბ ჯაფარიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.